საყვარლები ავარიაში მოყვნენ. ვაიმე როგორ ტკივა ყველაფერი. ვაიმე, აი მე მკითხე რა ნახე რა დღეში ვარ ნახე. კაი რა, კაი, თავარია გადავრჩით ახლა დანარჩენს ყველაფერს ეშველება და მოგვარდება. გადარჩენაზე ჯერ ადრეა ლაპარაკი რა. გოგო მომისმინე ვერაფერს ვერ გაიგებს მეთქი ხო გითხარი ერთხელ და ნუ ნერვიულობ არავის არაფერს არ ვეთყვი და всё ეხლა საიდან გაიგებენ დამშვიდი რა ვაიმე აბა როგორ ხართ ეკიმო ხომ არ ნერვიულობ კი ცოტა ყველაფერი არა მთავარია გადარჩით არ ნერვიულობთ არაფერზე ნუ ნორმაში არის ყველაფერი თქვენ უფრო მსუბუქად ხართ შედარებით და აი თქვენი თქვენი მეგობარი შედარებით უფრო რთულად რამდენიმე მოტეხილობა გაქვთ თქვენ და ისეთი არაფერი არ ინერვიულობთ ყველაფერი კარგად იქნება მაგაზე არაფერი არ გაქვთ სანერვიულო მთავარია ჩემებს შეატყობინეთ ეკიმო კი თქვენებს შევატყობინეთ და აქ იქნებიან ძალიან მალე კარგი მე გავა წამლებს ვეტყვი ეგთანს რომ რა უნდა გაგიკეთოთ და შემოგვიდები ის არ ინერვიულობთ არაფერზე ახლავე მოვალ და დავბრუნდები ისმინე ხა შენები რომ მოვლენ რა უნდა ვუთხრათ არ გამაგიჟო მიხვდებიან ყველაფერს არავის არაფერს არ ეუბნები რა თუნდა თქმა ეხა არავის არ ვეთყვი და ეკიმსაც გავაფრთხილებ და ვეთყვი რომ ვისა დაველაპარაკები და არ ეთქვის ეკიმიც არაფერს და всё რას გაიგებს ამშვიდი რა უკაცრავად გოციერიძე რომელ პალატაშია ჩემი მეუღლე თქვენ მეუღლე ხარ? გიორგი გოციერიძე. გიორგი მეუღლე. მოგწონდით მე წაგიყვანთ აბა. აი მე. ვაიმე გიორგი შენ მოგიყვდი რა გჭირს ბუ. ვაიმე ტკივა ძალიან. თლით გადავჩიგო ვაიმე. არ ინერვიულობთ ქალბატონო. თავარია ორივე გადარჩა. მადლობა ეკიმო. ორივე? ხო, ორივე, მაინც თქვენს მეუღლესთან ერთად ის გოგონაც იყო, მისი მეგობარი ამასთან ერთად. რატო არ მოვკვდი ვაიმე და გიორგი. ვინ არის ეს გოგო? ვინ გოგო, თამარ, ვინ გოგო, კარგი და ჯერ ნახე ძგავს გადაურჩი სიკვდილს, მე მომიკითხე რა დროს გოგო არა. არა, კიდე გასარკვევია გადაურჩი თუ არა სიკვდილს და მითხარი სანამ პანიკები ავტეხე ხა. ვინ არის ეს გოგო? კაი გოგო, ესა არავინ არ არის ავარიაში რომ მოვყევი მანქანასაც დავეჯახე რა მანქანასაც დავეჯახე ეს იმაში იჯდა და ეთქობა ღვედი არ ეკეთა და ფანჯარაში შემომივარ და ესე წი პირდაპირ ფაიმე რა უნიჭოს ღაბრებია ღმერთო ჩემო გესმით ალბეტონო აი ხა სიმართლე ვითხარი ვინ არის ეს გოგო მეთქი ჩქარა ბევრი დრო არა მაქვს თორე შეგიხრის ავადმყოფოს აქ კარგი დავშვიდით ქალბატონო ხა აქ ავადმყოფო ესე კი არ შეიძლება მოგწევო ცოტა შვიდით და წნარა კაი თამარ გთხო გეხვეწები დამშვიდი რა ისა ვაიმე არ გადარჩენა. კლიენტია. რა კლიენტი გიორგი? გოგო, საღამოობით ხო ტაქსაობ ხოლმე და ეს გოგონა ჩამიჯდა. ანუ შენ გინდა თქვა რომ Land Cruiser-ით ტაქსაობ, ბიჭო? ჩემი მანქანა Land Cruiser-ია, ხო? ხამო მე პრიუსი რატო მეგონა? ის ახბეზია მაქვს, ხო, აი მე მგონი მავიწყდება ყველაფერი. ვაიმე, გაჩუნდი ახლა ერთი წამი მომისმინე. არანაირი ამ ხო არა გამნეზია. ხა ყველაფერი კარგად გაქვს, ყველაფერი კარგად გახსოვთ. ვინ არის ეს გოგო? საყვარელია? არა გოგო რა საყვარელი საიდან მოგაქვს ეგეთი რაღაცები საყვარელი არა ის თუ ფიქრობ რაღაცა აბა რატო იჯდა შენ მანქანაში რატო იჯდა შენ მანქანაში ის არის გოგო მანქანის სუნია უბრალოდ ეხა ზოგს ხო ნაძვის ფორმა აქვს ზოგს კამათლების და მე გოგოს ფორმის სუნი იცი რა სუნს აფქვე ვაიმე გიორგი ეხა სისულელეებს ვიყვები რა გოგო რა სუნი ბიჭო აფრენჩე შორდები კაი თამა რატომ შორდები აი ვისი გულისი შორდები გოგო ხო არ გააფრინე შენ რა შორდები რატომ უნდა დამშორდე ამაში როგორ გამცვალე ბიჭო აი რომ უნდა მივიდე ხა და დამაპუტო ღერაღერად მე ხო არ ღირს როგორ გამცვალე ამაში მისმინეთ ესე ქალბატონო არ ინერვიულოთ შეგვიძლია დავაცალკევოთ და გადავიყვანოთ სხვაგან ერთის და მეორეს თუ ესე უფრო ანუ შესაძლებელია განცალკავება პალატაში არ იქნებიან აი მაშინ რა გავაკეთოთ იცით გიორგი რომ თაწმინდაზე გაუშვათ და ის დიდუბეში არის შესაძლებელი არა ჩვენ ერთი ფილიალი გვაქვს არა ფილიალს არ გულისხმობ მომისმინეთ ანუ გიორგი რომ თაწმინდის პანთეონში ჩავფლათ და ის რომ დავამიწოთ დიდუბის პანთეონში აი ამას თუ მომიხერხებთ მაგას ვერა მაგრამ დავამშვიდებას მოგიხერხებთ არ მინდა დამამშვიდებელი მოდი დამამშვიდებელი არ მინდა ხო მართლა დამშვიდი და დაწყმარდი გეხვეწები კაი რა დაგემართა
გიორგი სიმართლე მიხარი რა უნდა და ამას შენ მანქანაში. კაი გოგო გეხვეწები ხა ნუ იცი ხოლმე რაღაცა ჩაციება გამანები რა თავი რა. გელოდები მიხარი რა უნდა და შენ მანქანაში. კაი სიმართლე გაინტერესებს ხო კაი გეტყვი და გამანები რა თავი რა. ისა ციგნება მომყიდე შუქნიშანზე რო ის ხა შენ არ ხარ ღირსი რომ მომყიდე და აღარ გამარისოს გაგალი შორება. ბატონო დამშვიდდით. დაინერვები არა. სად მოხდა ავარია? არ მახსოვს. გუდაურის გზაზე. მადლობა ეკიმო. იქიდან მოიყვანა სასწრაფო. გუდაურში რა გინდოდა? რო გელაპარაკეთ, ორთაჭალაში ვარ და სახლში მოვდივარ. როესი არ მითხარი? მართლა ორთაჭალაში ვიყავი გოგო, უბრალოდ ჩამეძინა და თვალი რო გავაკინე, გუდაურის გზაზე ვიყავი და შეხასწრები რაღაცა. კიდე ზღაპრები. ანუ შენ გინდა თქვა რომ გუდაურამდე თვალდახუჭულმა და ჩაძინებულმა იარე? და მე ამტკივდა თავი რა. უიდეს უყურე ხმას რო იღებს. რა მეუბნება? მართლა ეძინა მთელი გზა. საჭესთან მე ვიჯექი უბრალოდ. დაიმე ხო არის გულსი მართლა ეხა რო გავწიწკნო. კი, მაგრამ გეხვეწები აქცენტ. გაჩუმდი. რატო წევ ხარ ჩემ ქმართან? მე რას ქვია, რატო წევარ? ავარიაში მოვყევი და ერთ პალატაში მოვყევი. არა, ეხლა არა, გოგო. მანამდე რატო იწექი ჩემ ქმართან? ხო დამხაეს. იმიტომ რომ სიმპათიურია, ბერბიკული და კარგი სამსახურია. მაგმისესით მე ვწევარ და შენ რატო იწექით ხო გეუბნები? რა მაგითო წეხარ გოგო ჩემთაში. შენ ამდენჯერ გითხარი, შენ საყვარელს რა ველაპარაკები ხმას ნუიგეთლეთქი. მის ხალბატონო ესეც უნდა ინერვიულოთ, მართლა შემიძლია რომ დავაცალკეო და აი მე ვიცი რაღაცა შეგვიძლია. გიორგი რამე მოიფიქრე ხა წესიერი, თორე მართლა გაგეყრები იცოდე. კაი რა შემოცხოვრება გეხვეწები შენი ჩხუბის და შენი ყვირილის თავი მაგ ისედაც ხო უყურებს სიკვდილს ნუს გადაურჩი. ხო დამშვიდი დაწყნად ხო იცი რომ შენზე მეტად არავინ არ მიყვარს. შენ ხარ ჩემი ერთადერთი სიყვარული. ხო არ ნერვიულობა აბა რა ეხლა რა თქმა უნდა რისი გულს მაჭკვერთან ესე დღეში ვარ ხო კარგი რა ჩემო პატარა ცოტა ხანი დამშვიდი აუ კაი ხო იცი რა არასდროს არ გიყანატე ურიგდებით რა ხდება აი იმ ყვავილებს ხომ ხედავთ იმ ქალბატონს ჰქონდა ავარიის დროს და იმან მოიტანა ავარიის დროს კი ავარიის დროს ყვავილებსაც არ თმევ ბიჭო თაიგულსაც არ ძლე რა გოგო რა ყარიცის ეგიმა არჩენ არის რა ყვავილებს ეს ავარი რომ მოგვივიდა ავარია მაშინ მოუნდა ისეთ ძიმე დღეში იყო არავის ეგონა თუ გადარჩებოდა და იქ მოუტანეს ნახე მეგობრების განაწერია თაიგულ მე კი როგორ დამიგრიეს ყვავილი და წოდება ხანი როგორ ხარ რა გჭირს რა ვიცი გადავჭი ფეხი მოგწყდა ვაი მეგრე ხო ეგრევე გამოვიქეცი როგორ ვაი რა მოგივიდა უკაცრავად თქვენ მიმბრძანდებით მეუღლევარ მეუღლეც ყავთ გოგონა თქვენ ყავს და თქვენ მიმბრძანდებით ვერ გავიგე უი ბოდიში ვერ გაგეცანი თამარი თქვენი ცოლი საყვარლის ცოლი ვერ მივხვდი ანუ ჩემი ქმარი და თქვენი ცოლი ერთად მოყვნენ ავარიაში ერთი მანქანით დანარჩენი რა ვიცი უნდა მივხვდეთ წესით ამის მანქანაში რა გინდოდა და მე კარგი რა ბუსე ხო რა უნდა გინდოდა ამის მანქანაში გამაგებინე ეხო შემომხედე ერთი წუთით გამიჩერა და ჩავუჯექი ტაქსი მეგონა ეხო რამდენი მანქანა გაგიჩერებ ყველაში უნდა ჩახტე გოგო და შენ მანქანმა რატო გაუჩერა მითხარი იმიტომ რომ ეთქვა სანაპიროზე იდგა და რაღაცა გამომწონათე ცოტა ამანაც გაუჩერა და ანუ შენი ქმარი ბოზებს დასდებს თუ ისე თქვა გინდა ანუ შენი ცოლი ბოზია შენ ახლა თანო წესიერად მესაუბრია გასწია ჩემი ქმარი ჩემი ცოლი მიგიწე შენ ქმარი ცოლისთვის ვერ მოგივლია რა სადო და მიმიწვინო მიგაწერეთ შენ ქმართან წესიერად მიგაწერეთ წესიერად მოკლედ ძალიან ისეთ რთული სიტუაცია გვაქვს თქვენ ტვინის შერყევა გაქვთ და ხელის მოტეხილობა ცოტა იქ დაბეჟილობაც თქვენ მოკლედ ნეკნები გაქვთ ჩამტრეული და ყბა მოტეხილი და ცოტა არი მოძრაოთ ეცადეთ რომ შვიდად იყოს მადლობა ეკიმო ისე თქვენი ბრალი ხარეს გაიხარეთ მადლობა დაუბთხილდით ეს გინდოდა ხო ყველა ეს გინდოდა ხო არა ბიჭო მარტო დაგტოვებდი ამასთან პალატაში